ვიქტორ ჰიუგოს სიყვარულის ისტორია მაქვს მომზადებული, რომელსაც ცოლ-შვილი ყავდა და ერთ დღეს 30 წლის ჰიუგო მივიდა სპექტაკლზე, სადაც ამის ნაწარმოები იდგმებოდა და ჟულიან დროე იყო დროე ბოდიში იყო ასეთი მსახიობი, რომელმაც რაღაც მეორე ხარისხოვანი როლი ითამაშა იმის ჰიუგოს დაწერილ სპექტაკლში. რო დასრულდა მისულა ჰიუგო და უკითხავს რომ ასეთი პატარა როლი რატო ითამაშდა ასეთ მეორე ხარისხოვანი და ამ ქალბატონს მოეწონა ალბათ და თან იკეკლუცა და თან უთხრა რომ ჰიუგოს ნაწარმოებებში არ არსებობს პატარა როლიო. და სხვათა შორის მე სტანისლავსკის გაუმეორებია რაღაცებს გავს ციტირება და ძალიან მოეწონა ჰიუგოს ეს ქალბატონი და მოკლედ აქედან დაიწყო 30 წლის ჰიუგოს და არიცოდა ეს რომ ჰიუგო იყო? როგორ არიცოდა? და 26 წლის ჟულიანის სასიყვარულო ისტორია. პარალელურად ამას ოჯახი ყავდა, 5 შვილი ყავდა, მაგრამ ამ ქალთან გადაიშვა სიყვარულის ისტორიაში და თლად ბოლომდე კარგად ვერ უერთგულა ჰიუგო, მაგრამ ამ ქალს ჰქონდა საოცარი სიყვარული და აკეთებდა საოცარ რაღაცას. მიუხედავად იმისა, რომ ჰიუგო ამის წერილებს არ პასუხობდა, ყოველ დღე წერდა წერილებს და დღეს არსებობს 22000 წერილი ამ ქალის დაწერილი, რომელიც ინახება ჰიუგოს მუზეუმში. უპასუხო წერილი, მაგრამ ინახება. პარალელურად ჰიუგოს ყველა ნივთი, რასაც კი ეს ამასთან ყოფნისას აიღებდა, ხელს მოკიდებდა, დახატავდა და წერდა, ინახავდა და ფაქტობრივად ჰიუგოს მუზეუმი გადაარჩინა ამ ქალმა. უიმედოდ ჰიუგოზე შეყვარებულა. თუმცა ჰიუგო ამასთან დროსთან მაგალითად ერთ-ერთი შეხვედრის დროს გაზეთი აიღო და წაიკითხა და გაზეთში გაიგო რომ თავის უფროსი ქალიშვილი გარდაიცვალა. ტრაგიკულად დაიღუპა, ნავი გადაყირავდა და ამ ქალთან იყო მაგ დროს და ყოველ შემთხვევაში დიდად არ უყვარდა, მაგრამ ამ ქალმა შეგვინარჩუნა ჰიუგოს ძალიან ბევრი რაღაცა ამ ქალის დამსახურება და სხვათა შორის 75 წლის ასაკში ეს ქალი რო გარდაიცვალა, ორ თვეში ჰიუგოც გარდაიცვალა. 22000 წერილი და 22000 წერილი დაუწერა ჰიუგოს. ასეთი იყო დღევანდელი სიყვარულის ისტორია. კი, მაგარი არის. შტამბეშტავი არის.